გიცნობთ, ვისაც არ გიცნობთ, დიდი პატივისცემით. აკადემიკურ სექტორში კარგი პრეზენტაცია ჩატარდა, მაგრამ ვინც იცნობს ბავშვებიდან იცის, რომ ჩემთვის ეს უაღრესად უჩვეულო მდგომარეობა არის, ზოგადად სიცხე გამოდიოდი ამდენი ბავშვის წინაშე და მithumetes ამდენი ხანი ეს რაღაცა ნამდვილად აბსოლუტურად გაუმაგრებელი დრამაის ჩემთვის. სალომეს ოზურგული რამოდენიმე დღის ზუსტად რომ ჯულია რობერტსის გმირი არ გამომივიდეს 4-ჯერ თუ 5-ჯერ გამოვებას მოვიდეთ და ეკლესიაში რომ მოვაუცე ბაზაზე რა ხდება და რა გამის. სალომეს უხარი კარიერები გაკეთეს ხო ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე მივხვდი რომ სადღა რა საუბრო და ვის მესაუბრები შეიძლება მეც გაგება. ასე რომ ამას იმიტომ არ ვყავ, ჯერ ესეთი თქვენი თანადგომები და ამაში იმედი მაქვს რომ ჩვენ ერთი საქმისთვის ვართ აქ, ერთიანობისთვის ვართ, არ მიყვარს ბანალური რაღაც ლოზუნგები განსაკუთრებით აბსოლუტურად გულგრილი ვარ ბოდიში აკაკისთან, მაგრამ ფიდელს უნდა სულისდა, მაგრამ აი რატომაც ესეთი გამოვიყენო, იმიტომ რომ ჩვენი ფაქტია გამოვიდა ოჯახი ოჯახში შევიკრიბეთ, ანუ ადამიანის ოჯახი არის ფიდელიანა და ჩვენ აი საქართველოს კარგი სამწუხაროა, მაგრამ ვინც შემძეგით შევიკრიბეთ და თანადგომა მიიღოთ ამ საქმეში ძალიან მიჭირს და გულსფაგაბული გაქვს და ასევე მიზეზი იმისა თუ რატომ გადავდეთ ეს ჩემი გზნობა არის ის რომ თუ რამე ვერ ავხსენი, თუ აი ვერ დაგისხამთეთ, რაღაცა ვერ გავიმარჯვე რაღაცა, ძალიან ხოთ ამ სისტემას მიაღწევს დიპლომატიური იმუნიტეტი, ყველაფერი ჩემრალი იქნება, იმიტომ რომ მე რაღაცა თქვა შეიძლება ვერ შევხვდები. თორე სისტემა ნამდვილად ძალიან გამართული არის და ძალიან წარმატებული. დავიწყოთ აბა თავიდან ცოტა ისტორია, თვითონ ეს პირველი წიგნები გამოვიდა 1987 წელს, თუმცა ამ სისტემის შემუშავება დაიწყო 95 წელს. 90 წლისთვის უკვე პირველი მეხუთე საუკუნემდე მთავარი საბაზისო მეურვეობები მზადიყო. შეიქმნა ეს მეთოდი ნიდერლანდებში და აქვს ორი ავტორი, რობ-ბრუნია და კოლან ნიდერლენდი. როგორც ხედავთ, კოლან ნიდერლენდი არის ფაქტически ოსტატი და საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი გახდა ხალხთა დახმარების ნაკრების ლუგვანოვი და ერვინლამი რა თქმა უნდა ყველა ვიცი და გამიგონია ეს ფოტოგრაფია შინაგანში შეგვიყვავს გამოდილი. რობ-ბრუნიას ისე არ ვაკეთებ ვინ გასაგებია სპეციალურად, მასაც აქვს სხვადასხვა თავისი წილი, თუნდაც ლუგვანოვის განხრაში და ერვინლამის განხრაში და სხვადასხვა ისეთი ფილოსოფიები აქვს გაზრდილი, მე პატარა ვიყავი და ვუსწავლე რომ თავისი ფილოსოფიის ევროპაზე სულ მახსოვს ეს ახალგაზრდები. მაგრამ არ დამწყე ჩამოსვლა იმიტომ რომ აი ვერაფერი ვერ გამშვენიერებს უფრო მეტად რობ-ბრუნიას ასე ვთქვათ ბიოგრაფიას, ვიდრე ის რომ ის არ იყო პედაგოგი. ჩვენ სამწუხაროდ ეს პრობლემა გვაქვს ჭადრაკში, რომ ვართ მოჭადრაკეები, შემდეგ ვიწყებთ თქვათ ადამიანურ მცდელობაზე, მაგრამ შეიძლება საკუთარ შეერთ მოჭადრაკეება. და აი პედაგოგი რასაც ქვია, პედაგოგიური განათლება იქნება ეს მიმდევრობის რაღაცა, აი რაღაც მომენტში ნაკლებად გვაქვს. რობ-ბრუნია არის ნამდვილად აი ძალიან ღრმა და ჭკვიანი პედაგოგი, მან ძალიან კარგად შეძლო აი ნაზადის შექმნა, ჭადრაკის დაკავშირება პედაგოგიკასთან და შექმნა ეს ნამდვილად ძალიან საინტერესო მეთოდი. ეხლა კიდე ერთი რაღაც მოგოც სანამ დავიწყებ, იცით ისეთ ხალხის ხელმძღვანელობებს მართლაც სამწუხაროდ ყველას არ გიცნობს, თუმცა აუცილებლად გამოვიდეს ალფაც და თუნდაც შემოსწავლეები შეხვედრიან მოსწავლეებს და იმპანებს. უბრალოდ შეიძლება რაღაც მომენტში მიუხედავად იმისა, რომ
ჩემი თავი დაიწყო და ცოტა კრიტიკულად რაღაცები გავარჯიშე. ძალიან აგეცნოთ, მე არავის პირადად გამომართავ, საერთოდ აი რაღაცა საშუალო არითმეტიკულ ვიღებ თქვენსაც და ვესაუბრები საქართველოს ჭადრაკს, ასე ვთქვათ, საქართველოს მასწავლებლებს, ჭადრაკის მასწავლებლებს. ჩემი თავით ვიწყებ პირველ რიგში კრიტიკას. ძალიან ხომ აგეწინოთ, უბრალოდ მიგონი უნდა დაშევხატოთ, რომ ჩვენი ცოტა დახმარება გვჭირდება. Agadi kavis sitwa, ki akva problema გვაქვს, გამოწვევა გვაქვს. გამოწვევა ძალიან კარგი სიტყვაა პრობლემასთან მიმართებაში, იმიტომ რომ გამოწვევა ნიშნავს, რომ იმდანსვე რაღაცა ქმედებებზე უნდა გადავიდე. ეს არ არის თავში ხევის დაშენა და ვაი პრობლემა გვაქვს და всё. გამოწვევა ეს არის ის, რომ ჩვენ ზამთრად ხო ამისთვის ვიმუშავოთ. ამიტომ აი ძალიან ვთქვათ, ძალიან ვუყვართ, არ ვიცნობ, დიდ პატივს ვწევთ. მაგრამ ჩემი სიტყვა არ ვუხდეთ გულზე. ჩვენ აქ შევიკრიბეთ ერთობისთვის, ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ რაღაცა გზები ვიპოვოთ, რომ ჭადრაკის ცხოვრება საქართველოში ცოტა გამოვაცვალოთ და მე სიგურია, რომ ყველა თქვენგანი თვლის, რომ ჩვენთან ნამდვილად გვჭირდება რეაბილიტაცია. გავაგრძელოთ ტექნოლოგიაზე დავამატებ, რომ სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა გადაეცვალა. და ვიღარ შეძლო შემდეგ ამ ყველასის განვითარება, თუმცა მთელი არის ბაზისი, რაც იყო ყველაზე საინტერესო და ყველაზე ეფექტური იმის ჩადება ამ პოლიტიკაში შეძლო. გადავხედოთ ახლა გეოგრაფიას, ძალიან მოკლედ, ვერ ჩამოვწერეთ ყველა ქვეყანა, რამდენი ქვეყანაში ეს მეთოდი განვითარებული, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა არის, თუნდაც აი რამდენიმე ვიცი, რომლებიც მაგალითად თურქეთი, უზბეკეთი, სხვადასხვა აი რაღაცა საინტერესო მეთოდიკა ვარ, რომ სადაც ეს მეთოდიკა შედის, ეხლა მე ფაქტად ვერ მოვიყვანე, რომ კვლევა არ აქვს გაკეთებული, მაგრამ სადაც ეს მეთოდიკა შედის, რაღაცა სულ სხვანაირი ახალგაზრდობის დაავადებები, თურქეთი არის და უზბეკეთი ნამდვილად სულ სხვა ახალგაზრდობა არის. შემდეგ ენები, რამდენიმე არის ნათარგმნი, მეთოდიკის დეტალები და მისი მეცნიერული ბაზისი ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ სამწუხაროდ მეცნიერება ცოტა არის გამდიდრებული ჩვენი ქართული ჭადრაკიდან. ეს იქნება თუნდაც პედაგოგიკა თუ ფსიქოლოგია, ცოტა გამდიდრებული არის.
აი უფრო ჩვენი გამოცდილება რაც არის, იმ გამოცდილებას უზიარებთ მეტად. ისე ვიმეორებ, შეიძლება ყველას აღიარებათ, არ ჩვენ არა ვართ ერთმანეთის მოსული ხო, ძალიან ხო, ზოგადად ვლაპარაკობ ნამდვილად დიდი პატივისცემით. შემდეგ ჩემებიანი პედაგოგიკის კუთხით, საკითხო პოლიგრაფიის გეგმა ძალიან ბევრი რჩევებით, აი რომ მოვაგვირდეთ. თითქმის ყველა წინადადება რაღაც ინფორმაციას შეიცავს და მე ხა დისერტაცია არ მაქვს დასწრული ამ სისტემაზე, შეიძლება მეც რაღაცა არ ვიცოდე და თქვენგან ვისწავლო ან რაღაცაში რასაც უბრალოდ ახალ-ახალს ვიღებ. ახალ-ახალს ვიღებ. მაგრამ აი ნამდვილად ყველა წინადადება რაღაცა შინაარსით არის დაკავებული. ერთადერთი აი სალომე გამეხმარება, რომ სალომის განვითარებული საქმე მოიწია, იმიტომ რომ რა დასაგები არ უნდა იყოს თვითონ ინგლისური საიდანაც სალომე კარგი, რატომაც არის ძალიან ცუდი ინგლისური ბაზები. ან ჰოლანდიური იმედი გვაქვს, რომ დედაენაზე კარგად არის, მაგრამ ინგლისური ნათარგმნი არის ძალიან ცუდი. იქ არამარტო დროებია არეული, რაღაც მოკლედ შინაარსიც იცვლებოდა და თუ საკითხი არ გესმის, რაღაცა მომენტები საქმეებია იყო რაიმენსა. ამიტომ თუ რაღაცა ისე შეხვდებით წიგნებში, არ გაგიგებთ სამი მონომერაცია და რომ შედარებით არც დედამისის და ეკარტოთქვათ და ცოტა ისე ფართობაზე მოიწვიეთ და ესაზღვის წინადადება. შემდეგ არის მასწავლებლის კომუნიკაცია მოსწავლესთან გახსნილი და ისიც კი როგორი გარემოება იყოს კლასში და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი რამ. რა ხდება ეს გეოგრაფიაში? ჯერ გვაქვს შინაარსი როგორი არის, აი მაგალითად შამათის ნაკრები რომ ვახოთ, არის თითქმის ყველა გაგონებში გაგონების დიზაინი ცალკე წინარეცოდა, ცოტა ჯერჯერობით მოსაცანი ინფორმაციით ვიწვევ, გინდა გვარი და ეს სისტემები და ჩამოთვალო. ცოდნის შეძენაში რა შედის შესავალი ცნებები, ეს არის ახალი ცნებები, რომლებიც შედება სწავლის დროს, ინსტრუქცია, როგორ გაახსნათ ესაზღვის თემა, ბოლოს შეჯამება და მეორე ნაწილი ეს არის პრაქტიკა, რომელიც ასევე შედგება სამი ნაწილისგან, ეს არის სათამაშო ფორმატი, გამეორება და სამუშაო ბევრი, ეს ნიშნავს, რომ ბავშვებს რაც დავალება ჰქონდათ მიცემული, იმ დავალებების განხილვა. თქვენ დააკვირდებოდეთ ალბათ, რომ ყველა დავალება აბსოლუტურად არის განხილული ამ წიგნებში და შესაძლო სცენარებიც კი წერია ტიპიკური შეცდომებით, რაც შეიძლება ბავშვებს დაემართოთ. და წერია ასევე რაღაცა რჩევები. აი მაგალითად შეცდომა არის ფიგურა, რომელიც აწყვეტს ქიშს და უსვენია. ანუ ბავშვმა გამოაცხადა ქიში, იფიქრა შამათი არის, მაგრამ ეს ფიგურა იყო დაუსვენია. და იწყება მერე სხვა დახმარება, როგორი ტიპის დახმარება, რა კითხვები შეიძლება ვთქვათ, მიყვანა ბავშვის სწორ პასუხს. ეს თქვენ შეგვიძლიათ ნახოთ თქვენთან წიგნებშიც და ეხლა გადავხედოთ ბევრს. ესე იგი, როგორც ვთქვით, 5 ტიპის ბევრი არსებობს, ეს არის სამუშაოური, ექსტრა, პლუსი, მიქსი და წინასწარი განაცხადი. ყველა ბევრს აქვს თავისი მისია, თავისი დანიშნულება და თავისი შინაარსი. სამუშაო პროცესში ეს არის საბაზისო სასწავლო მასალა. ანუ თემა, რომელსაც ჩვენ ვეცნობთ თავიდან, იქნება ეს ვთქვათ, ორმაგი დახმარება და შემდეგ, იმის საბაზისო ცნებები. დაკვირვებული თვალი შეაწყდა, რომ თითქმის ყველა ამოცანა სამუშაო პროცესში არის ძალიან ცუდა ფიგურებით. იმიტომ რომ სამუშაო პროცესის მიზანი არის ახალი ცნებების გაცნობა ძალიან ნამდვილად, რომ ბავშვმა იულად გაიგოს. გახდება ექსტრაში. ექსტრაში არის დამატებითი სავარჯიშო მასალა, ცოდნის განმტკიცებისთვის და უნარების ჩამოყალიბებისთვის. ამაზე ჩვენ კიდევ ძალიან ვისაუბრებთ შემდგომში, მაგრამ რა ხდება ახლა ექსტრაში რა განსხვავება არის? ფიგურებით და შინაარსით უფრო დატვირთული პოზიციები არის. ანუ იგივე თემებია,
რაც სამუშაოში ოღონდ უკვე მეტი მონაწილეობს, ან შეიძლება მეტი არ იყოს, მაგრამ შინაარსობრივად რაღაცა იყოს ახალი განვითარება. მაგალითად, არა მხოლოდ ქიში უნდა დაიცვა, არამედ ქიში ისე უნდა დაიცვა, რომ ეგრეც ატაკაკო. ანუ რაღაც დამატებითი მომენტი გამოჩნდება. და მცირე დოზით შეტანილი არის პლუსიდან, მიქსიდან და წინასწარ განვითარებიდან. აი, სულ პატარ-პატარა რაღაც ერთი-ორი გვერდი არის შეტანილი, ასე ვთქვათ, რაღაც ტრიგერი არის, რომ აი იქ მე ამას ნახავ. სხვათა შორის ეს ადრე არ იყო, სექტემბერში ჩავატარეთ ზუსტად აკადემიაში პრეზენტაცია, არ იყო შესული წინასწარ განვითარებიდან და პლუსიდან განვითარებული თემები. ეხლა უკვე შევიდა. რატო ხდება ეს? თქვენ აი შემდეგ სლაიდებში ნახავთ. ესე იგი, ჩვენი 27-ში შეიქმნა ეს სისტემა, ხო? ეხლა არის 2024 წელი. აი ამ წლების განმავლობაში ამ სისტემის მთავარი ოპერაცია კიდევ რა არის? ის კი არ არის, რომ შექმნის მეთოდიკა, გამოჩვრის წიგნები და გამო. მათ ეს მეთოდიკა, რომ შექმნის და გამოჩვრის წიგნები, გააგზავნეს დაგეგმება. თუ როგორ მუშაობს, ამათვეს თუ არ არის, რამე ხომ არ დავაგებთ, რაღაცა პირიქით ზემოთი დოზით ხომ არ იყო. უყურებენ ასევე რა ხდება მსოფლიოში, როგორ იცვლება დონე, როგორ იცვლება მოთხოვნები, როგორ იცვლებიან თვითონ ბავშვები, როგორ ახალგაზრდობა ჭარბი და ასე შემდეგ. ამას იმდენად აგვირდებიან, აი მთელი წლების განმავლობაში, რომ თქვენ მომუძიოთ მაგალითად ვეუბნებით ხომ მეთოდი დაინახავთ, რომ როგორი ევოლუცია მიდის, როგორი გამჭირდება მიდის და როგორი აქსელერაციაც მიდის რაღაც მომენტში, იმიტომ რომ ბევრად უფრო გაძლიერებული არის ეხლა თვითონ ამცანა. ბევრად უფრო, ანუ ფაქტურად გადმოტანილი არის, რაც მესამე საფეხურში იყო, ზოგი მეორე საფეხურშია გადმოტანილი. რაც მეოთხეში იყო, მეოთხედანაც კი არის გადმოტანილი მეორეში გადმოტანილი. იმიტომ რომ დრო მოითხოვა ეს ცვლილებები. და ეს არის კიდევ აი მეთოდის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა. ის არ დგას. მათ ეს მეთოდი არ შექმნეს უბრალოდ სახელის მოპოვებისთვის, არ ვთქვათ ბიზნესისთვის ან რამე. ეს იყო აი თითქმის შეიძლება ითქვას მეცნიერული სამუშაო, იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, გასულად მეცნიერის პედაგოგიური იყო. ის ნიჭიება შემთხვევაშია და გამოსვლება პროგრამის და ფაქტობრივად გავუშვეს, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტი. და ყოველ წელს მიდის გადახედვა და შეტანა გარკვეული ცვლილებების. პლუსი, პლუსი გახდება. აქ არის განსაკუთრებული კონცენტრაცია დაბის ხევის გაუმჯობესებაზე და ზმავდება სივრცის გაგებას, ორი არჩევანის გაკეთების უნარი ძალიან მნიშვნელოვანი ორივე თანაბარი არჩევნიდან და სხვა მრავალი სხვა. აი მართლა ვერ ჩამოვწერე ყველაფერი, რაც ამ კურსში შეიძლება ვიყოს. მიქსი სამივე წიგნში გავლენის საკითხები მოცემულია შერეული პრინციპი და თემების მითითების გარეშე. ამის მნიშვნელობაზე კიდევ ცალკე ვისაუბრებ და ბოლოს წინასწარ დათვლა. ეს არის დაბის ხევის წარმოსახვის, წინასწარ დათვლის და სხვადასხვა უნარების გამომხატებელი საბუთში. მოკლედ, ყველა როლს აქვს თავისი მიზანი და თავისი დრო ასევე გაქვს. ისე ზერები გადავხედოთ ფაქტობრივად გამოიყურება, მათთვის შეიძლება ავნახავთ. სამუშაოებში ესეთი ტიპის დავალებები არის. შეკითხვა არის ასეთი, რომ ასოცირების სვლების ჩაწერა თუ ისრების დახატვა. რა არის და შეცდომები. აქ უკვე პირველად ჩანს აი ეს პედაგოგიური მომენტი, რაც პრინციპში შეიძლება სიახლე არ არის ეს გამოიყენება, რომ თავიდან ბავშვისთვის ძალიან რთული არის ჩაწერა და უკეთესია კონცენტრაცია გააკეთოს თვითონ დავალების თემაზე, ვიდრე ჩაწერაზე. სანამ ეს პროცესი აკეთება ავტომატურად. და ამასაც თავისი ახსნა აქვს, იმიტომ რომ უბრალოდ ბავშვის კონტროლზე არ არის ეს, არამედ იმაზე, რომ
როდესაც ეს გახდება ავტომატურად, მუშა მეხსიერება თავისუფალი იქნება და შეძლებს უფრო მნიშვნელოვან რაღაცებზე ტიპს. სანამ ჩვენ ვფიქრობთ აი ამაზე რა უჯრა არის, ვფიქრობთ ასოზე და რიცხვზე და ასე შემდეგ, ჩვენი მუშა მეხსიერება დაკავებული არის აი ამ ძალიან მარტივი და პრიმიტიული და სამუშაო როლში დამატებით გარკვეულება, რომ არ არის დიაგრამები კოორდინატორი. და ეს გამოგრაფარის ასე, იმიტომ რომ ისევ აი ამ ნახევრების შედეგად ნახეს, რომ ბავშვები ზოგადად უფრო ეფექტურად სწავლობენ უჯრედს დასახელებას, თუ არ უყურებენ აი ეს გინამოთილას თვალით ბავშვი უყურებს ვერტიკალზე, ჰორიზონტალზე, ძალიან ეჩვევია ამას. აქ ცოტა გაუჭირდებათ თავიდან, მაგრამ პირველ დროს დაფარულია ეს პროცესი და პირველ პროგრესს. გადავხედოთ კიდევ აი მაგალითად სამშობლოები და იქ როგორც წესი წერია ხოლმე მითითებულია თავარი თემა, თემის ქვეთავი, როგორც აი დაცვა არის თავდაცვის ერთ-ერთი მეთოდი. ამ თემაზე გვერდების ერთიდობის აღრიცხვა, ანუ ეს ამ თემით და ქვეთავით შეიძლება რამდენიმე ფუნქციური იყოს, ამ შემთხვევაში პირველი ფუნქცია არის შავი წერტილი, ვიცით. შავი სვეტები ვარდებს. გადავიდეთ ახლა შემდეგ თემაზე უკვე გადავიდეთ საერთო საკითხებზე, მაგრამ სანამ გადავალთ, აი ისევ აბსოლუტურად მეგობრულად და კოლეგიალურად მინდა გავისაუბროთ თქვენთან აი რა პრობლემები გვიქვას ხოლმე ჩვენ როგორც მცენარეებს ზოგადად. ალბათ ჩვენ გვაქვს პრობლემა კარგი მატერიალის, აი რაღაცა სასწავლო მასალის, რომელიც იწყება მოვიდა და მიდის პროგრამაზე დონემდე, რომელშიც ინტეგრირებული არის იგივე თემების საშუალო დავლებები, იმიტომ რომ ჩვენ როგორ მუშაობთ, რომ გვიწევს სხვადასხვა წიგნებიდან, რომელიღაცა წიგნიდან ეს დავამთავრეთ, მე ცოტა სხვა მომიარებდა და სხვა წიგნიდან და ასე შემდეგ. ხო, მიდის რაღაცა არის. აი ეს მონოლითური სისტემა, რომ ერთ სისტემაში იყოს ფუნქცია და ყველაფერი ეს არ არის. ეს ალბათ პირველი პრობლემა არის. მეორე პრობლემა აი ეხლა უბრალოდ რო არ მინდა რომ დავყავოთ, თორე აი დიდი გულისხმობით მოგიხსნებით თქვენ რა პრობლემებს აწყდებით ზოგადად ბავშვებთან მუშაობის დროს. აი ძალიან ზედმეტ მაგალითად მე ჩამოწერილი ყოველგვარი ჩაღრმავების გარეშე პირველი არის რომ ბავშვი მაინც კარგად სწრაფად ვერ ხედავს რომელი ფილმები არიან დათმის ქვეშ. ანუ ვითომ სწავლობ, ვითომ რაღაცა დავაკეთებ, მაგრამ ნუ ვერ ხედავს. შემდეგ ნასწავლებლებს ვერ ხედავს, ვერ აიდენტიფიცირებს პარტიაში. ანუ იცის ხსნის, მაგრამ პარტიაში იდენტიფიცირება არ ხდება და ვერ პოულობს იმავე დონის გადაწყვეტილებას. ამის ხდება ნასწავლებელი. ალბათ ერთობა ხდება ნასწავლებელი ბავშვებთან, როგორ გადაწყვეტა რამდენჯერ ნახოთ. აქ დასწრებით თამაშის რამდენიმე წელი გამოწვევა. მე მგონი ახაც არ მომიჩენია ამერიკა და პრობლემები გახდება. შეიძლება იყოს ტექნიკა, ანუ რაზე იფიქროს გაგვისას რა ალგორითმი ხდეს არ იცის, ანუ რო გამოსახოს პრობლემებს. შეიძლება რა ვიცი დაამატოთ ალბათ ეს პრობლემები ალბათ ყველა შეხვედრია დარწმუნებული ვარ. და ისევ აი როგორც კოლეგებმა მეგობარმა მინდა აი ცოტა სხვა კითხვებს წავუყავო ჩვენი საუბარი. ეს პრობლემები შეიძლება მოვაწოდო ყველაფერი ბავშვებს. კაცო ვასწავლო. იცი რამდენი რა? აი ამას რამდენიმე რა მოგაბარა, მაგრამ მაინც პარტიაში ვერ ხდება. მაინც დასწრები. იმეჯერ ნახეთ რაღაც ვარიანტი და მაინც დააარსა. აი ეს ჩვეულებრივი ცხოვრებისეული პრობლემები, ხო? და შეგვიძლია დავაბრალოთ ბავშვს. შეიძლება რაღაც მოის მართავს, მაგრამ სამწუხაროდ ძალიან ხშირად არის ის მიზეზი, რომ ეს არის ჩვენი კაცი. და ეს მე ჩვენ დავაბრალოთ ეს
ვისაუბრეთ მეგობრებო იმერე ბავშვები ყავთ. ბავშვებს რო თავისი ბრალი გაქვთ. ვაიმე არ დავაწყებინოთ პრობლემები ჩავაძლე, შობრის პრობლემა უდიდესი. იქ რა ვიცი, ყველაფერი პრობლემა, ძალიან ბევრი პრობლემა არის საერთოდ. მაგრამ ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ჩვენ გავხდეთ უკეთესები. ამიტომ აი მოდით ცოტა დავიწყოთ სხვისი პრობლემები და ჩვენ თავში გავხდეთ, რომ ჩვენ მისი შეცვლა შეგვიძლია. ძალიან ხშირად არის ეს ჩვენი პრობლემა. ის რომ არ თვალისწინებთ მეთოდიკაში, როცა გაგაცნობთ ინფორმაციას, არ თვალისწინებთ იმას, რომ თუნდაც აი მიხსიერების წესრიგს, როგორ უნდა დაიმახსოვროს ბავშვმა უკეთესად. თუნდაც დაფის ხედვაზე არ აქვს ის ყურადღება გამახვილებული, რომ თქვათ დასწრები გამოგოწო. არ გვაქვს, აი ამოწე ძალიან ბევრი მიზეზი შეიძლება ჩამოწოს რა. ჩვენ თავად უნდა მოვავალოთ ჩვენ თავში ეს პრობლემები. აი მე თუ ისე აღწევდა საქმე, ხო? რა თქმა უნდა, ჩვენ მართლა ასულიცია, ხო? ისიც მესმის ახლა ბევრი ქვეყანას და მე სულ ჩემპიონებს ვლაპარაკობ, თაობა სხვა არის. აი ძალიან ბევრი მიზეზი აქვს ზოგადად, და ჩვენ შეგვიძლია ავხსნათ, რატომ არ გვაქვს შედეგი, ხო? ძალიან ბევრი მიზეზი აქვს. მაგრამ სხვაგან კიდევ უფრო მეტად სხვა თაობა. აი მე მაგალითად როცა სალაბარაკე მეცადინეობდი და ისა მუშაობდი და იქ ბავშვებს პრობლემები ჰქონდა, აქ რო ჩამოდიოდი, აქ არ იყო პრობლემა. ხოლმე იმიტომ იგივე. აი 5 წლის მერე, 7 წლის მერე ზუსტად რაც საშუალებით არის მე იცდება. ანუ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს, ჩვენ ბავშვებს აქვს და ასე შემდეგ, ხო? ყველას დამერწმუნეთ ყველას. იქ კიდევ უფრო ძვირად აქვს ზოგ ქვეყნებში, იმიტომ რომ ჭადრაკზე არც მიდის თქვათ ახსენით და სწავლაზე მიდის ყველაფერი და ასე შემდეგ. ან იგი ძალიან ღარიბი ქვეყანა არის, ან რაღაცა არ ვიცი, ყველანაირი ქვეყნები, აი ღარიბია ძალიან განვითარებული ხა ბევრგან უკეთესად განვითარებული ჭადრაკი ეგრეთია. რაღაცა პრობლემა აქვს და აი მთელი გულით მინდა მოგიწოდოთ რა, რომ აი დავფიქრდეთ, ძალიან უფრო დავფიქრდეთ ჩვენ თავზე პირველ რიგში. ჩვენი პრობლემა მოვაყოთ. მე უკვე თუ ეს ვისი პრობლემა არის ბავშვის შორის შემდეგ ეს ფასაკები. იმასაც გეტყვით, რომ დაგეხმარებით, რომ ჩვენი პრობლემის მოგვარება მარტო სახეს არ უშველის, არამედ თუ არის თუნდაც შობის პრობლემა მოგვარებული, აზრი არ აქვს. მაგრამ აი პატარა ნაბეჭდები, რაც ჩვენ უნდა დავამატოთ ყველა აი ჩვენ რეგიონში, ყველა რეგიონის წარმომადგენლები, ხო? რაღაცნაირად აი უნდა ავამატოთ პატარა ნაბეჭდები, რომ მე რეგიონში ეს რაღაც ავადდება. დავიწყოთ და ძალიან უფრო ისევ ჩვენ თავებს მივხედოთ პირველ რიგში. ეხლა რატომ ჩავწერდით ეს პრობლემები? აი ეს პრობლემები თუ მეთანხმებით რომ ამას ხდება და რა თქმა უნდა ამ სიას ვამატებთ და შეიძლება ის გაზრდა მეტად. აი ეხლა ამ კურსით შეხედეთ რამდენად ასრულებს და რამდენად ასე ვთქვათ ამოებს ამხელდება ეს მეთოდიკა და რამხელა ყურადღებას აქცევს აი ამ საბაზისო პრობლემებს, რომელიც ნამდვილად არის ბავშვებში. აი მივყვეთ ახლა საფიქროდ პრინციპები, რაზეც დამყარებული სწავლის მეთოდი, თანმიმდევრობა განვიხილოთ, უნარჩვების განვითარება და მასწავლებელი-მოსწავლეის კონტაქტის სპეციფიკა. პრინციპი. პირველ რიგში ეს არის ჭადრაკის ნაბიჯ გააზრებული და პოლიტიკოსების სწავლა. ნამდვილად ძალიან გააზრებული და ნამდვილად პოლიტიკოსების სწავლება. შეიძლება დღეს ცოტა სკეპტიკურად ვიყოთ, ვისაც თქვათ არ ნახავს ეს წიგნი, მაგრამ აი თუ მე გამომივიდა და ამ მოთხოვნაში მიჩვენეთ თქვათ ამ მეთოდის თქვათ ავგარდიანობა, ხო? აი მე გავისაუბრებ, მეც ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, აი თქვენი რას ფიქრობთ ამაზე, იმისმე რაც ახლოს გავიცნობ. ნამდვილად თვითონ ამოცანებით ბავშვი გვაიყვნის.
თითოეული მარტო ბავშვებს ლაპარაკები, ლიდერთან უჩვენებთ. ეს ჭადრაკი ძალიან ხალისიანი მასალაა. თვითონ ამოცანაში გააჩნდებით, რომ ჯერ ერთი ფაქტიურად არც ერთი სადღაც ერთი გაიყარა შეცდომა, მაგრამ შეცდომა ის არ არის, ორიენტაციის ასე არ არის, ყველგან არის, რაც არის მიზა ამოცანის, აი მიზნის ძალიან სუფთა ჩვენება და ლამაზი ჩვენება. ნამდვილად ლამაზი ჩვენება. კარგი, ჭადრაკის ძალიან მაგარი მეთოდიკა არის, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი კიდევ ის მეთოდიკა ძალიან კარგი გასაგებია. მეორე საკითხი რაც არის არქეოლოგია. არსებობს ესეთი შეკითხვა. ჩვენ თუ არ ვიცით როგორ სწავლობთ? მაშინ საერთოდ როგორ ვასწავლოთ? აი რომ დავფიქრდეთ ახლა. ჩვენ თუ არ ვიცით ტვინი როგორ სწავლობს? ჩვენ თუ არ ვიცით ბავშვის ტვინი, ბავშვის მithumetes ტვინი როგორ სწავლობს? ანუ აი რა უნდა ტვინს, რა საკვებს ელოდება, რა დოზით ელოდება, როდის ელოდება და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ თუ ეს არ ვიცით, აი როგორ შეგვიძლია ჩვენ ვასწავლოთ? აუცილებელია ეს. ამაზე პასუხს სცემს ზუსტად ეს მეორე მომენტი, რაც არის პედაგოგიური ექსპერტი, რაც ჩადებული არის აი ამ მეთოდიკაში. ნასწავლი არ ვიცი, ასეულები ზოგი 100 წლის წინაც კი ზოგი პედაგოგი მათ ისეთი ცნობები აქვს შემუშავებული, რომ დღესაც კი მუშაობს, გასაგებია, მაგრამ არ დავერდა ეს ისა. ის პრინციპებიც კი, აი, პედაგოგიაში რაც აქვს განათლება, იცნობთ გარკვეულ პედაგოგიურ ხრიკებს თუ აი მეთოდიკას ამ წიგნში თუ წაიგებთ, აუცილებლად დაინახავთ. და მესამე, ეს არის ბავშვი ჩამოყალიბების ფსიქოლოგიური ასპექტი. ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ხვალ ვემორება ჩვენ სპორტის ფსიქოლოგი და აი მან ისიც ალბათ გაამტკიცებს, რომ არსებობს აი თქვათ რაღაცა პერიოდი არის, მე მგონი 15 წლიდან ვახსენები, რომ ფიზიკური დატვირთვა ბავშვებს არ უნდა გავაძლიეროთ. პირიქით, აი ცოტა უფრო უჯილოდ უნდა ყოფილიყო, იმიტომ რომ ამ დროს ძვლების ფორმაცია არის თუ სხვა ფიზიოლოგიური რაღაც მომენტები, ცუდი შედეგი როიქნება. ასეთი არსებობს მინიმუმი, რაც წესით ჩვენი გასათვალისწინებელი. აი ესეც ამ მეთოდიკაში ჩადებულია. ანუ ჭადრაკის აი ნამდვილად ძალიან ბაზალური მეთოდიკა, პედაგოგიური პრინციპები, ანუ როგორ უნდა ვასწავლოთ და ფსიქოლოგიური ასპექტები, როდის რა უნდა ვასწავლოთ. ეხლა წესით შემიძლია აქ პრეზენტაცია დავესრულებ, ესეთი სხვა სახელმწიფო არის მეთოდიკა, სადაც სამი ეს არის განთავსებული. შეიძლება თქვენ გასაკუთრებით აი გამოცდილ პედაგოგებს ნაწილ აქვს თქვა შეგროვილი აი ეს სამი მომენტი. ისევე როგორც მე მქონდა მაგალითად აქ ნაკითხი მქონდა ცალკე პედაგოგიკაზე, ცალკე ფსიქოლოგიაზე და შემდეგ და აი ესე ფრაგმენტულად რაღაცებს იმას ვიდავით და რაღაცა შევავდით. და ალბათ თქვენს ეს შრომა ჩატარებული, მაგრამ ის რომ მეთოდიკას მეთოდიკაში ეს იყოს თვითონ ჩადებული რაღაცა, ესეთი მე ნამდვილად არ ვიცი. ანუ ჩვენ ფაქტიურად ეს არის ჭადრაკი პედაგოგიური ფსიქოლოგია, ანუ რა უნდა ვასწავლოთ, როგორ უნდა ვასწავლოთ და როდის უნდა ვასწავლოთ. ამ ყველა შეკითხვას პასუხს დებს ფაქტიურად ეს სასწავლო გეგმა მიყვება ბავშვის მატერიალურ სივრცით დროის განვითარებას. ესე ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ცოტას რაღაც მომენტში აი რაღაც თეორიულ საკითხებზე ვისაუბრებთ და ასევე რა თქმა უნდა ჭადრაკის ნაწილზეც გადავალ, მაგრამ აი სამეცნიერო ბაზისი მაინც მინდა რომ შედარებით კარგად ავხსნათ თუ მაგიდა, რას ნიშნავს ეს მატერიალური სივრცით დროის განვითარება. ეხლა თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ბავშვი როდესაც ვითარდება, გადის რაღაცა ეტაპებს, ხო? ეხლა შეიძლება რომელიღაც ფსიქოლოგიური სკოლა ერთადერთ გადაგებდეს, მეორეს, მესამე სხვა მიგდროვა ჰქონდეს, მაგრამ ის თუ როგორ ვითარდება ბავშვი,
რომ ის გადის მატერიალიზმის განვითარებას, ეს ფაქტურად ყველა ერთად აღიარებს, იმიტომ ეს ის ფაქტია, რომ ამის უარყოფა არ დავაქვს. ეხლა რა ხდება, ნახეთ, აქაც სწავლება იყოფა სამ ფაზად. პირველი ის არის მატერიალური ფაზა და რა ხდება ამ დროს ბავშვი ასაკეთებს ხოლმე ცხოვრებაში. ეცნობას აგნებს, ეხება, აი როგორ მხარია ხო რაღაცას რომ დაიჭერს, ხელს გაუშვებს და დავარდება, გადაადგილებს, აი ცინის, ისე უხარია, რომ ცინის კიდევაც. ხო, იმიტომ რომ აი ეს შეხება და მატერიალებთან აი ეს პირდაპირ კავშირი ხო, თავიდან ძალიან ხიბლავს ბავშვს. რა ხდება ჭადრაკში? ბავშვი სწავლობს ჭადრაკს. გადის ზუსტად იგივე მატერიალურ ფაზას თავიდან. ანუ რა არის? ეცნობა ფიგურებს, სწავლობენ სულებს, იჭერენ ფიგურებს, ცნობენ, ხო, აკეთებენ სულებს და გატაცებული არის მატერიალის აყვანა. მატერიალის აყვანა არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე მაგალითად ყოველთვის მომდევნო, როდესაც პირდაპირ აი ყვავილობა, ბრალდებული, ან რაღაცა ისე მატერიალები ბავშვი, აი შეიძლება ფილოსოფიურ ტრაქტატი წავიდეთ, რომ მეთქი რას გამობრალდებს მატერიალია და ისა და ისა. მაგრამ ბავშვი ეს პერიოდი უნდა გაიაროს, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მომდევნო. ეს პერიოდი უნდა გაიაროს. ეს პერიოდი სულად არ აქვს გავდივი, მაგას ექნება დასწრებული. მას ექნება დასწრებული და მას აი მე უფრო გახდება აიყვავი. იმიტომ რომ ვერ მივხვდეთ აი რამდენი არის ხოლმე ბავშვი, რომელსაც ბავშვობაში მიცემენ აი რაღაც ძალიან ძილის საკითხებს და ასე შემდეგ. და ბავშვობა რო არა. და აპროს კითხულობს, შეიძლება რაღაც დასკვნას გითხრას არც იქნება დაკავშირებული, მაგრამ იგი აინებს პატარა კონჯინას მივაყიდებ და ეცემა და უხარია და ისულა. მე მყავს ერთი ბავშვი, რომელიც 9 წლის არის და უნივერსიტეტის რომის მათემატიკას ეხება. ну, მამამისი სულ მათემატიკა და ბავშვი უხარია ელემენტარულ რაღაცები და აი არ ვერ წარმოვიდგენთ როგორი გახარებულია და როგორ უჩვენია ეს იმიტომ არა რომ ეს საბოლოო არჩევანი არის. აი ზუსტად საბოლოო არჩევანი ვარ იყოს და ელი ცხოვრება რო არ არჩევს თქვა რატო არა აყვანინეს მე პენსილა ხო რაღაც შედარებით თქვა რატო არ ამაყვანინეს ეს რა აი ზუსტად ამიტომ ჩვენ ეს პროექტი უნდა გავატარო ბავშვები აი ძალიან გიორჯეში შეიძლება მეკრა ჩვენც ასე ვარ ჩვენ ხო ბაბა ასე ვარ ეჩვევა ჯერსეთი გეომეტრიას ეჩვევა, ორიენტაცია იწება, პოლარიზაცია იწება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი გამოსცემს. მეორე არის სივრცითი ფაზა. შემდეგ ბავშვი იწება სივრცითი ფაზა. რა არის ეს? აი საგანმანათლებლო მდგომარეობა, ურთიერთგანმანათლების აღქმა წარმოქმნის, აი თავიდან ბავშვს არც ის ის რო აი თქვა სხვა ოთახში, აი თქვა დედასთან და სხვა ოთახში, ვერც მიხდება შეიძლება. ხო რა არის სხვა ოთახი, სივრცეს ვერ აღწევს. ვერ დეობა იწევს. თვითონ შეიძლება გამომიოს ხო და ასე შემდეგ. აი ზუსტად იგივე ხდება ჭადრაკში. ანუ ყველა ეტაპი, აი როდესაც ჩვენ ჭადრაკს ვსწავლობთ, ჩვენ თვითონ გავუბრალთ ყველა ეტაპს, რაც ჭადრაკის ევოლუცია გაიგო. ხო, ჩვენ თვითონ თავიდან ვართ მატერიალისტები, ლაზერიტმერი ქიშები, ხო, როგორც თავიდან ხო, მთელი ევოლუცია რაც ხდება. ეს ზუსტად იგივეს გადის ბავშვი ჭადრაკში. რა ხდება ამ შემთხვევაში? ეხლა უკვე იწყება დაფის კონტროლი. ანუ მატერიალურად და იწყება დაფის კონტროლი. აი გრძელი სულები, რომელიც ბავშვებს თავიდან უჭირხო, აქეთ კუშევრიდან შეიძლება D5-ზე რომ ამეკითხოს დაინახო, მაგრამ პარვაზე უკვე ვერ გაიზარდო, ხო? აი ეს დაფის კონტროლი, გრძელი სულები, ორიენტაცია, ნავიგაცია უჯრედს შორის და იწყება რა? აქამდე თუ აყვანაზე იყო, ანუ აინტერესებდა მარკის უჯრები, სადაც ფიგურები დგას, იმიტომ უნდა მივიდეს და აიყვანოს. ეხლა ხდება, რომ ო, ძალიან უჯრებიც მნიშვნელოვანია. იმიტომ ისინი შეიძლება ატარებენ თუნდაც შამთის უჯრა.
იმიტომაც სამართი ძალიან დაკავშირებული სივრცით ხაზასთან ჩაყენის სწავლება ზოგადად. და მესამე ფაზა ეს არის დროის ფაზა. აქაც ბავშვებს ძალიან უჭირთ და მათთვის მისაღები მხოლოდ აწმოდოა. მე ვიტყოდი რომ ბედნიერები არიან, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვერ არგავთ და ვერ გვიდება ვისწავლოთ, რომ როგორ იყო აწმო დროში. და სხვათა შორის ხვალა ჩვენ ფსიქოლოგიურად სახმარებლად რომ ვისაუბრებთაზე ვისაუბროთ რა თემებზე პირველი ეს არის. მე ჩვენ ბავშვებს უნდა ვასწავლოთ როგორ იყო აწმო დროში. რომ არტის დროს არც წარსული ახსოვდეთ, თქვათ წინაწარება, წინადროში წარება, ამავე უდოქესთან ძველი წარება, არც მომავალი, რომ რაიმე წავალი ფულებს ვერ ვაგროვებთ, იქით პატავთ, შობელი მეჩუქება და ასე შემდეგ. არამედ ყოფნა აწმყოში. მაგრამ რა თქმა უნდა ბავშვი ვითარდება და შემდეგ მეგობრობა იაზრებს დროს ხარ. რომ იკითხოს მამასა და ეწოდა 2-3 საათში მოვა, ვერ ხდება ასე. ხომ ეს 2-3 საათი. ზუსტად ხდება რაღაც. აი წარმოგიდგენთ დროის შესახებ და რამოდენიმე სიტუაციაა ყველა დამოკიდებით რა გინდებს აღწევენ და ესე მოვა არითმია დროს ტემპების აღქმა არ არსებობს საერთოდ აი ეს მომიზრება საერთოდ ეს არის მომენტური რომ მე თქვა და კვადრატში და მაინც მომიზრება ბოლომდე და ერთი უჩი დრო მიაღწევენ რა ახლოს ვიყავ არ დავიყო ანუ ახლოს იყო სხვა გაგებით სივრცული გაგებით მაგრამ არა დროის გაგებით და დროის დრო არ ესმის დრო და ტემპები არ ესმის მესამე ნაწილი ზუსტად არის დროის ფაზა ანუ სამ ფაზად აქვს გაყოფილი მატერიალი შემდეგ შეავთ სივრცის გაგება და შემდეგ უკვე დროის ფაზა და ჩვენ ყოველთვის უნდა გავუთვალისწინოთ რომელ ფაზაში იმყოფებიან ბავშვები ამის ცოდნა თქვენ ძალიან დაგეხმარება. ამის ცოდნა თქვენ მოთმინებასაც მოგარჩევთ. იმიტომ რომ აღარ აღვიშვებთ რომ რატო იყარებთ, რატო ვერ ხედავთ ძილს, უკვე მეცოდინება რომ რაზე საუბარი. ფაზების პერიოდულობა სხვათა შორის არ არის დაფიქსირებული და ეს სწორიც არის ინდივიდუალური არის ალბათ, თუმცა ამ სახელმწიფოს ძველ გამოცემებში იყო დაახლოებით მითითებული პერიოდი. ოღონდ აი ეს დამოუკიდებელ როგორი იყო, მე მგონი იანვარი, მაისი იყო მატერიალური ფაზა, მარტიდან სადღაც სექტემბრამდე სივრცე და ივლისიდან დეკემბრამდე მე მგონი დროის. ანუ რაღაც მომენტში ისინი ემქარებიან. და რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ამ პერიოდში სკოლა დასრულდება და ყველა ისწავლის, მაგრამ ნუ დაახლოებით აი თქვენს რო წარმოგიდგენთ, აი დაახლოებით ესეთი გასწორი გქონდათ მათ თავი. მატერია, სივრცე და დრო. ეს არის სამი რამ, რაც როგორ ვთქვა, რაზეც გასწავლები, ასე. და ფიზიკოს რო გითხო, რამდენიმე საათი მოგიყვება ამაზე, ფსიქოლოგია, ფილოსოფია და ჩვენი საქმეებს. მატერია, სივრცე და დრო. იმიტომ რომ აგრეთვე სამუშაოს დროს შეფასებისა თუ გადაწყვეტილების მიღებისას ზუსტად აი ამ სამეულს ცალსავია და ასე მათ შორის ურთიერთქმედებას, მათ შორის იმუნიტეტის დადგენას. ამ ზოგადად მნიშვნელოვანია. ეხლა ცოტა შეგვიძლია დავწერე, მაგრამ ხომ ხვდებით რაზე არის საუბარი, რომ ჩვენ ყოველთვის ვირჩევთ პარტიის მატერიას, სივრცეს, დრო.